საღამომშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში On the Record, რომელიც i24 News-ის სიღრმისეული ინტერვიუს შოუა. როდესაც ირანთან ომი მე-6 თვეში შედის, ის რაც დაიწყო როგორც ASHS-სა და ისრაელის კამპანია ირანის ბირთვული პროგრამის დასასუსტებლად და შესაძლოა რეჟიმის დასამხობად, გადაიქცა ომად ჰორმუზის სრუტისთვის. თანხმობის მემორანდუმი, რომელიც ირანს ავალდებულებდა სტრატეგიული წყლის გზის გახსნას და ASHS-ს თეირანზე სანქციების მოხსნას, ჩავარდა. ორივე მხარე ეხო თანდათანობითი ესკალაციის პროცესშია. ASHS-ში უთხრამს ირანის სამხედრო ობიექტებს სრუტის გასწვრივ და ირანი აგრძელებს კომერციულ გემებზე თავდასხმას სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში, ასევე იორდანიაში. და რადგან ირანი არ აჩვენებს რაიმე ნიშანს, რომ სრუტეზე კონტროლზე უარის თქმას აპირებს, სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციებზე დაბრუნება ირანის წინააღმდეგ ისრაელთან ან მის გარეშე გარდაუვალი ჩანს. რეგიონში ამ არასტაბილური სიტუაციის გასაშიფრად დღევანდელ საღამოს ჩემთან ერთად არის მარკ დუბოვიცი. დუბოვიცი არის დემოკრატიების დაცვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ვაშინგტონში, DC-ში მდებარე არაპარტიული ანალიტიკური ცენტრია. ის ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის ერთ-ერთი არქიტექტორია და ასევე მასპინძლობს პოდკასტს Iran Breakdown. Mark, დიდი მადლობა რომ პირადად შემომიერთდი აქ. თქვენთან ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია, მით უმეტეს პირადად. შესანიშნავია. მადლობა. როგორც ჩემ შესავალში ვთქვი, ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს. უთიეთ გაგების მემორანდუმი აღარ მოქმედებს. ბირთვული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ირანი აგრძელებს თავდასხმებს რეგიონში. და მან ახლახან უარყო ომანთან ერთად ჰორმუზის სრუტის ერთობლივი მართვის წინადადება. ასე რომ, ვინ იღებს აქ გადაწყვეტილებებს? ვინ განსაზღვრავს ტემპს, რეალობას? ეს არის შეერთებული შტატები თუ ირანი? მე ვფიქრობ, რომ ეს შეერთებული შტატებია. ანუ ირანი 47 წელია ომშია შეერთებულ შტატებთან. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. და მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს დაიწყეთ რეაგირება. პრეზიდენტ ტრამპის პირველ ვადაში დაიწყეთ პასუხისგაცემა. და ეხლა ჩვენს ახლო პარტნიორებთან ისრაელში დაიწყეთ შეტევა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ და ისლამური რესპუბლიკა დღეს ყველაზე სუსტ მდგომარეობაშია, რაც კი 47 წლის განმავლობაში ქონია. ასე რომ ვფიქრობ, მაკრო დონეზე ჩვენ უკან ნახობთ ტემპს. მაგრამ რა თქმა უნდა, ირანელებსაც აქვთ სიტყვა ამ საკითხში და ისინი აგრძელებენ გადარჩენისთვის ბრძოლას და მაქსიმალურად ცდილობენ საპასუხო დარტყმის მიღებას. მოусმინეთ, ამასთან დაკავშირებით მესმის რასაც ამბობთ. და შაბათ-კვირას ჩვენ ვნახეთ, იცით, ესეთი დინამიკა იყო პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან, რომელიც თითქმის უკვე აპირებდა მასიურ დარტყმებს ირანზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქრა. ანგარიშების მიხედვით ეს მოხდა იმის გამო, რომ იყო ჩამჭრელი რაკეტების დეფიციტი. თუმცა თავად ტრამპმა ეს ცნობები უარყო, მაგრამ მსგავსი რამ უკვე გვინახავს. მაისში ესევე იყო მსგავსი დინამიკა, როცა საუბარი იყო ASHS-ის მხრიდან ირანზე მნიშვნელოვანი დარტყმის მომენტალურ განხორციელებაზე, მაგრამ ესეც ბოლო მომენტში აიცილეს თავიდან. იმ დროს იუწყებოდნენ, რომ ეს მოხდა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების ზეწოლის შედეგად, რომლებმაც ტრამპს მოუწოდეს თავი აერიდებინა ასეთ დარტყმებზე. ესე რომ ეს უბრალოდ ტრამპის ტაქტიკაა, რომ პროცესი გაახანძლივოს, ირანელები ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე მოლოდინში ამყოფოს. მე ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რაც მას უყვარს. თავის მოწინააღმდეგეს მუდმივ გაურკვევობაში ამყოფებს. ამიტომ ირანელები ვერ ხვდებიან, ტრამპს გარიგება უნდა, თუ მათზე ძლიერად დარტყმა უნდა. და ის ორივეს ერთდროულად აკეთებს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა აღმოაჩინა ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ბევრად ადრე აღმოაჩინა. უკეთესია ერთდროულად იბრძოლო და ილაპარაკო, ვიდრე იბრძოლო. შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადო. ილაპარაკო, ცეცხლის შეწყვეტა, ბრძოლა და თანმიმდევრობით იმოქმედო. რაც თავისებური დინამიკაა, რომელიც ეხლა ვითარდება. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ამას უფრო პარალელურად მართავთ, ვიდრე თანმიმდევრულად. ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი შეიძლება სამხედრო დარტყმების ბრძანებას გასცემდეს უახლოეს დღე ორ დღეში, მას შემდეგ რაც ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები ესროლეს ამერიკელ ჯარისკაცებს იორდანიაში. მან თქვა, რომ ისინი მათ ძალიან ძლიერად დაარტყამენ. მან უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამას არ ვახსენებ, მაგრამ მან თქვა, რომ ისინი აპირებენ შეტევას. მაგრამ რა შეცვლის ეს? კარგი, ვფიქრობ, ფუნდამენტურად ეს რეჟიმი სასოთარკვეთილია. ისინი სუსტები არიან. მათ გამოიყენეს ერთადერთი ბარათი რაც ჰქონდათ, ჰორმუზის ბარათი. და გამოიყენეს მაშინ, როცა არ უნდა გამოეყენებინათ, რადგან ძალიან სუსტები არიან. მოხუცი ალი ხამენეი, უზენაესი ლიდერი, რომელიც 28 თებერვალს ისრაელის დათმობის შედეგად მოკლეს, ის მართლაც მოთმინებით სავსე უზენაესი ლიდერი იყო. ის ხელისუფლებაში 1999 წლიდან იყო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანძლივად მმართველი დიქტატორი და მას სურდა აეშენებინა სარაკეტო ფარი, 1000-ობით ბალისტიკური რაკეტით, რომელიც დაემუქრებოდა ისრაელს, ჩვენს სპარსეთის ყურის პარტნიორებს და ASHS-ის ძალებს, ASHS-ის საელჩოებს. ამ სარაკეტო ფარის ქვეშ ბირთვული იარაღის შექმნა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლითაც დაუმიზნებდა ამერიკის ტერიტორიას, იცი 500,000 დრონი
და კონდეს ეკონომიკა, რომელიც გაუძლებს ამერიკის ზეწოლას. ეხლა ის ლიკვიდირებული იქნა დარტყმით და მისი მემკვიდრე, მისი შვილი, მოჩტაბა ხამენეი, რომელიც არ გვინახავს, სადღაც სიღრმეში ბუნკერშია, ჩვენაც კი ვიცით ცოცხალია თუ არა. ის და ირანის რევოლუციური გვარდია ამ ჰორმუზის ბარათს თამაშობენ ყველაზე სუსტ მომენტში. და ვფიქრობ, ადმირალი ბრედლი კუპერი ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელია. და ასე შეშუ სამხედროებმა ძალიან კარგად შეძლეს ჰორმუზში არსებული მრავალი სამხედრო საფრთხის განეიტრალება. შეგვიძლია ვისაუბროთ რა საფრთხეები რჩება. და მე ვფიქრობ, პრობლემა უფრო ნაკლებად სამხედრო საფრთხეა და უფრო მეტად სადაზღვევო და საზღვაო დაზღვევის საკითხია. რაც ეხება ტანკერებს, გემების ფლობელებს და მათ მზადყოფნას, გადაატარონ ეს თვირთები. მაგრამ ნახეთ, როგორც ჩემ შესავალში ავსენი, აშეთეშესა და ისრაელის მთავარი მიზანი ირანის წინააღმდეგ ამ ოპერაციაში იყო ბირთვული საკითხი. ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ. ანუ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ირანი და აშშშ-თ. ისინი უნდა ჩართულიყვნენ ბირთვულ მოლაპარაკებებში მემორანდუმის ფარგლებში და რომ ირანს უბრალოდ 60 დღე დაეცადა სულ კონტროლს მოიპოვებდა სრუტეზე და შეიძლება ბირთვული მოლაპარაკებებიც დაწყებულიყო, მაგრამ ირანმა თავი ვერ შეიკავა. მათ გემებზე თავდასხმები დაიწყეს, მაგრამ ბირთვული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ასე რომ, სად გვაყენებს ეს ბირთვული საფრთხის თვალსაზრისით ამ ეტაპზე? კარგი, პირველად 20 წლის განმავლობაში ბირთვული გამდიდრება არ მიმდინარეობს. ანუ მთავარი ისაა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ბირთვულ პროგრამას იმდენად სერიოზული ზიანი მიაყენეს. მათ იმდენად უკან დაახევრინეს ირანს გამდიდრების შესაძლებლობებისა და თანამედროვე ცენტრიფუგების თვალსაზრისით, გამდიდრების ობიექტების თვალსაზრისით, იარავის მეცნიერები. ანუ ჩვენ მართლაც ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ოპერაცია შუაღამის, ჩაქუჩისა და აღმავალი ლომის დაწყებამდე ირანელებს ჰქონდათ საკმარისი გამდიდრებული მასალა 22, ესენი იყვნენ. კვირებით იყვნენ დაშორებულნი, შეიძლება ოპტიმისტურად თვეებითაც კი, ბირთვული ქობინისის მიღებამდე. ეს პროგრამა დეციმირებულია. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში დეციმირებული არასწორი სიტყვა. რადგან ეს ნიშნავს ათედით შემცირებას. მე ვფიქრობ, რომ ეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. ეხლა ერთადერთი პრობლემა, რაც დარჩა, არის რაღაც, რასაც პიკაქსის მთა ეწოდება. იმედი მაქვს, ამის შესახებ საუბრის შესაძლებლობა გვექნება. ხავთ, რა მნიშვნელობა აქვს იმ სურათს? ხო, პიკაქსის მთა ბოლოა. ადგილი, სადაც ირანს რეალურად შეეძლო აეშენებინა სრული სპექტრის ბირთვული იარარის პროგრამა. ის მდებარეობს მიწის ქვეშ 300-დან 450 ფუტის სიღრმეზე. თაგრანიჩია ჩასმული და ირანელებმა 1000-ობით დაჩენილი თანამედროვე ცენტრიფუგა იქ გადაიტანეს. არსებობს გარკვეული ვარაუდი, რომ მათ შეიძლება გამდიდრებული მასალაც გადაიტანეს, მაგრამ ეს დადასტურებული არ არის. და თუ ისინი ამასაც გადაიტანენ და ლითონური ურანის წარმოებას დაიწყებენ, იარავის მეცნიერებსაც იქ გადაიყვანენ. მათ შეიძლება ფარული სრულმასშტაბიანი ბირთვული იარაღის პროგრამა შექმნან. ასე რომ ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირაში საბედნიეროდ ეს საკითხი ყურადღების ცენტრში მოექცა. პრეზიდენტი ტრამპი ამაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ყველა საუბრობს პიკაქსის მთაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად თქვა. იცით, ის პიკაქსის მთას გაუმკლავდებოდა. რაკეტას პირდაპირ კავშირში გაუშვებდა. პრობლემა ოპერაციულად ბევრად უფრო რთულია, მაგრამ ეხლა მაინც საუბრობთ იმაზე, რაზეც სულ მცირე FDD-ში ალბათ 2-3-4 წელია ვსაუბრობთ და ბოლოს ამას უკვე ყურადღებას აქცევენ. ასე რომ ბირთვული საკითხი ისევ დღის წესრიგშია, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰორმუზი მასობრივი შეფერხების იარაღი იყო, მასობრივი ყურადღების გადატანის იარაღი. და ვფიქრობ, ამან მასობრივი განადგურების იარაღი სულ მცირე დროებით დღის წესრიგიდან მოხსნა. მაგრამ რა თქმა უნდა, მოსადი დანაყოფი 8200, NSA და CIA ყურადღებით აკვირდებიან ირანის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამების აღდგენის მცდელობებს. ეხლა ესე რომ პიკაქსის მთა, ეს არის ადგილი ნატანზის მახლობლად, რომელიც მეტნაკლებად ერთიანი ბირთვული ობიექტია. იქ შეიძლება გამდიდრების ოპერაციები მიმდინარეობდეს. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. და ძალიან რთული იქნება, თუ არა შეუძლებელი, მისი განადგურება ბუნკერ-საწინააღმდეგო ბომბებით ძალიან რთული იქნება, რადგან ის კიდევ უფრო ღრმადაა დამარხული ვიდრე ფორდოუ. ფორდოუ 80 მეტრის სიღრმეზეა მიწის ქვეშ. ეს მინიმუმ 120 მეტრია დაახლოებით. ასე რომ, თუ ჰაერიდან ვერ გაანადგურებ, ადგილზე პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩება. ხო, ანუ ჰაერიდან ვერ გაანადგურეთ, მაგრამ შეგიძლია ირანელებს შეზღუდო ცუდოვმა მასზე. თუ დაბომბავ შესასვლელებს, მისასვლელებს, ვენტილაციის სისტემებს და ენერგოქსელს, რომელიც მას ამუშავებს. მაგრამ მართალი ხარ, ისე ღრმადაა დამარხული, რომ თუ აშენებენ გამდიდრების ობიექტებს, ისინი იქნება რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული გამდიდრების ობიექტის სხვადასხვა სიღრმეზე. ძალიან რთული იქნება ჰაერიდან ის გავაკეთოთ, რაც ფორდოუსა და ნათანზე გავაკეთეთ. რჩება სპეციალური ძალების ვარიანტი, რაც აშკარად ძალიან საშიშია, რომ შალაგან Delta Force დაგზავნო. და რა თქმა უნდა, არსებობს სკვერპლის ან ძევლად აყვანის საშინელი რისკი. არსებობს, იცით, ისრაელის კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიებს ავითარებენ. სინამდვილეში ერთ-ერთი ესეთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მეყოლება ჩემს პოდკასტში, Iran Breakdown-ში. ხვალ სასაუბროთ იმაზე, რა სხვა ალტერნატივებია, მაგრამ მართლაც საინტერესო მოვლენები ხდება რობოტიკისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც შესაძლოა
შეძლონ პიკაქსის მთის განადგურება. მაგრამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი დიდხანს მუშაობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა იპოვოს. ეს არის ბირთვული საკითხი. მაგრამ ამჟამად ყურადღება ჰორმუზზეა გამახვილებული და აშშ-ის. სადაზვერვო შეფასებების მიხედვით, ამჟამად მიმდინარე აშშ-ს დარტყმები სულ მცირე მათი არსებული შესაძლებლობებით. ისინი საკმარისი არ არის, რომ ირანის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან შეცვალოს. ჩვენ ვსაუბრობთ გათამამებულ რეჟიმზე. ეხლა ისინი თავიანთ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე თავიანთ ოპერაცია გამარჯვებას უწოდებენ. ეს ძალიან მკვეთრი ცვლილებაა იმ ნამდვილი დაპირების ოპერაციებთან შედარებით, რაც მათ ისრაელის წინააღმდეგ ჰქონდათ, რადგან მაშინ ისინი ფიცულობდნენ, რომ არც ერთი ისრაელის თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩებოდა. ეხლა ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ამას გავამყარებთ. ასე რომ, რა შეუძლია გააკეთოს აშშ-მ ამ ჩიხის გასარღვევად? ნახეთ კიდევ ერთხელ, რეჟიმი ყველაზე სუსტ მომენტში ძალიან ამპარტავანი ხდება. იცით, ისინი სავსენი არიან ხმაურითა და რისხვით და ხშირად არაფრისგან დიდ ამბავს ქმნიან. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ მათ აქვთ მუქარები, აქვთ რაკეტები, აქვთ დრონები. ისინი სამხედრო პრობლემას არ მოადგენენ ჰორმუზში, მაგრამ ისინი მხოლოდ პრობლემას არ მოადგენენ და მეც არაფერს. ფიქრობ ადმირალმა კუპერმა შესანიშნავად გაართვა თავი ჰორმუზში, მრავალი რაკეტის, დრონისა და სწრაფი შეტევის ხომალდების საფრთხის განეიტრალებას. და ეხლა ეს უკვე სადაზღვეო პრობლემაა, როგორც ადრე ვახსენე. ვგულისხმობ, რომ კერძო სადაზღვეო კომპანიები, ლონდონის ლოიდსი და სადაზღვეო კლუბები დიდ ბრიტანეთში ან უარი თქვეს ტანკერების დაზღვევაზე, ან მნიშვნელოვნად გაზარდეს პრემიები. და ვფიქრობ, ეხლა ნამდვილად აუცილებელია, რომ სუვერენული მთავრობები ჩაერიონ შექმნან საერთაშორისო საზღვაო სადაზღვევო ფონდი. იცით, თუ 20 ქვეყანა 20 მილიარდ დოლარს ჩადებს, ეხლა გეკნებათ 400 მილიარდი დოლარის სუვერენული დაზღვევა. და სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჰორმუზის სრუტე არ არის. ეხლა ვიგებთ, იცით, ბაბალმანდაბის სრუტე, ჰუთები, ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იემენიდან მოქმედებს, სრუტ ამ სრუტის დახურვა. გაქვთ გიბრალტარის სრუტე, რაც ევროპელებისთვის უზარმაზარ სირთულეებს შექმნის. გაქვთ მალაკის სრუტე, რაც სინგაპურელებისთვის, იაპონელებისთვის, ინდოელებისთვის უზარმაზარ სირთულეებს შექმნის. სამხრეთ კორეელებისთვის და ჩვენს მეგობრებისთვის ინდოწყნარი ოკეანის რეგიონში და რა თქმა უნდა ტაივანის სრუტე, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტია ყოველდღიურად აკვირდება. ასე რომ გვაქვს ეს მრავალი სტრატეგიული სრუტე და ვფიქრობ, კარგი ამბავი ჰორმუზის შესახებ ისაა, რომ როგორც თქვი, ირანელებმა ეს ბარათი მაშინ გამოიყენეს, როცა ყველაზე სუსტები იყვნენ და ეს უკვე ძალას გააგავს. ანუ ეხლა საუდელები, ემირატელები და სხვაები ცდილობენ ჰორმუზის ალტერნატივების შექმნას. სხვა მილსადენები, მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რომელსაც საუდელები იყენებენ დღეში 5-6 მილიონი ბარელის წითელ ზღვამდე მისაყვანად, ფუჯაირას მილსადენი, რომელსაც ემირატელები იყენებენ ჰორმუზის გვერდისავლით, თავლით. ორივე ქვეყანა ეხლა დამატებით მილსადენებს აშენებს და კიდევ რამდენიმე მილსადენი ან შენდება, ან პროექტირების ეტაპზეა. მათ შორისაა მილსადენები, რომლებიც შეიძლება ისრაელს მიაღწიოს, ხმელთაშუა ზღვაში გავიდეს და ახლო აღმოსავლეთის ნავთობისა და საქონლისთვის კიდევ ერთ გასასვლელ წერტილს შექმნის. ესე იგი, ეს ახალი რეალობაა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. სულ მცირე. დიახ, ნამდვილად მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ფიქრობ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც ასე იქნება. ისლამური რესპუბლიკა აღმოაჩენს, რომ ჰორმუზის ბარათის გამოყენება მის ყველაზე სუსტ წერტილში. სასოწარკვეთილებაში მან გამოიწვია ფუნდამენტური ცვლილება იმაში, თუ როგორ გადავა ენერგორესურსები ახლო აღმოსავლეთიდან. და დადგება მომენტი, როდესაც ჰორმუზი აღარ იქნება მნიშვნელოვანი. ეს არის ის, რაც ირანელებმა გამოიწვიეს. ამის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ისინი გააგრძელებენ ჰორმუზის სრუტის გამოყენებას და გააგრძელებენ იმ Pickaxe Mountain-ის ობიექტის შენებას, როგორც მათი ბოლო ორი ბერკეტი. და ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უნდა გააგრძელონ მათზე ზეწოლა ბლოკადის მეშვეობით. საპასუხო ბლოკადის ფარგლებში კონვოების გატარება, როგორც ადრე ვახსენე, ფინანსური სანქციები, რომლებიც გააგრძელებს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკაზე ზეწოლას. და შემდეგ სტრატეგიაში გამორჩენილი საკითხი იცით, არ არის მხოლოდ ძირითადი საბრძოლო ოპერაციებზე დაბრუნება. ეს არის იმ მილიონობით ირანელის მხარდაჭერა, რომლებიც 1989 წლიდან არაერთხელ დამოდიან ქუჩებში და ყვირიან სიკვდილი დიქტატორს. იანვარში მოსახლეობის 15% იყო ქუჩებში. 14 მილიონი ირანელი, მათგან 40,000 მოკლეს. ისრაელი იქ იყო, რომ მათ დახმარებოდა. შეერთებული შტატები არა. და დიდი ხანია დადგა დრო, რომ ასეშიჩუს პრეზიდენტმა დაავალოს ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებას, შეიმუშაოს ირანის ხალხის მაქსიმალური მხარდაჭერის ყოვლისმომცველი გეგმა, რადგან ისინი კვლავ გამოდიან ქუჩებში. ირანელების 85-დან 90% ეს რეჟიმი ზძულს და მათ იციან, რომ ამ რეჟიმის ქვეშ ცხოვრება შეუძლებელია. მათ ეს რეჟიმი უნდა დაამხონ. ეს ირანელები არიან ადგილზე. ჩვენ გვაქვს მორალური და გეოპოლიტიკური ვალდებულება, რომ ხარი დაუჭიროთ მათ, როცა ისინი შემდეგ დაბრუნდებიან. ეხლა თქვენ ახსენეთ ისრაელი და ეს ყველაფერი ვითარდება ისე, რომ ისრაელი გვერდზეა. ძალიან უნიკალურია, წარმოიდგინო რეგიონული ომი ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისრაელი აქტიური მონაწილე არ არის. ყოველ შემთხვევაში ჯერ არა. გუშინ
პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ შეხვდა კიდევ ერთხელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში. იმის მიხედვით, რასაც ისმენთ, თქვენი გაგებით. რაზე ისაუბრეს? კიდევ ერთხელ ფიქრობ, რომ ორივე ლიდერი დაჯდა და ერთ აზრზე არიან. გულისხმობ იმას, რომ ვაშინგტონში, ისრაელში და მთელ მსოფლიოში ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ ამ ურთიერთობაზე. თითქოს ისინი ვერ თანხდებიან. ვერ თანხდებიან. ფიქრობ ეს ძირითადად ჟურნალისტებისთვის და სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვისა. ფიქრობ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის კოორდინაცია უპრეცედენტოა. ამ ლიდერებს შორის კოორდინაცია უპრეცედენტოა. და მათ შემდეგი გეგმა განიხილეს. რა არის გეგმა B? ეხლა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიპლომატიის ცდას აპირებს. ამ გონია პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეეცადოს დაარწმუნოს, რომ არ გააკეთოს ეს. ისეთ ცადე, წინაჯერზეც ცადე. ჩვენც ვცადეთ მემორანდუმით და როგორც მოსალოდნელი იყო, ირანელებმა მას არ დაემორჩიunen. ასე რომ კიდევ სცადე. მაგრამ დიდი პროგრესის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ ბატონო პრეზიდენტო. მაგრამ მოდით ვისაუბროთ გეგმა B-ზე. რა მოხდება, როცა დიპლომატია კიდევ ერთხელ ვერ იმუშავებს? რას ვაკეთებთ ერთად? რას ვაკეთებთ ცალ-ცალკე? როგორ შეუძლია ისრაელს დახმარება? კიდევ ერთხელ პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანა და მსოფლიო საბოლოოდ შეტევით პოზიციაში გადაიყვანა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ. მას ისრაელის მხარდაჭერა ჰქონდა, ეხო პარტნიორი არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ამერიკის სამხედრო ისტორიაში ომში წავსულვარ პარტნიორთან, რომელიც ესეთი ახლო, ესე კარგად ინტეგრირებული და ესეთი ბრძოლისუნარიანი ყოფილიყო. და ასე რომ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ისრაელის ჩართვა სურს სხვადასხვა ოპერაციული მიზეზის გამო, ან შეიძლება გადაწყვიტოს, იცით, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს შეუძლიათ ამ საკითხის მოგვარება. ისრაელო ჯობია ჯერჯერობით გვერდზე დარჩე. ეხლა ორივე ლიდერს საკუთარი შიდა პოლიტიკური ვადები აქვს. ისრაელში ოქტომბრის ბოლოს არჩევნებია. შეერთებულ შტატებში კი შუალედური არჩევნებია. November. თქვენი აზრით, ეს გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიღებაზე რომელიმე მხარეს? დიახ, ანუ ეჭვგარეშეა პრეზიდენტ ტრამპისთვის, იცით, ცხადია მას სურს შეინარჩუნოს წარმომადგენელთა პალატა და სენატი. და ეს შეიძლება გაართულოს საქმეები. მაგრამ ვფიქრობ, ირანელები ზოგჯერ არასწორად აფასებენ ამერიკულ პოლიტიკას. მათ გონიათ, რომ თუ ტრამპი დაკარგავს წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ის დარჩენილი პრეზიდენტობის განმავლობაში შეზღუდული იქნება. და რეალობა ისა, მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, რას აკეთებენ პრეზიდენტები თავიანთი ბოლო 2 წლის განმავლობაში, რადგან ისინი ხშირად კარგავენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს. ისინი გადადიან შიდა პოლიტიკიდან, სადაც მათ ოპოზიცია ბლოკავს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ამიტომ ეჭვი არ არის, რომ პრეზიდენტი ტრამპი მომდევნო 2 წელიწადში კიდევ უფრო შეუზღუდავი იქნება და ირანზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. მას ესმის, რომ მისი მემკვიდრეობა მის ირანის პოლიტიკის წარმატებასთან არის დაკავშირებული. მას სურს, რომ ამ ყველაფრიდან გამარჯვებული გამოვიდეს. და ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით ირანელებმა სიფრთხილე უნდა დამოიჩინონ. ეხლა პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მე იმდენად კარგად არ ვიცნობ ისრაელის შიდა პოლიტიკას. სტიღობ არ ჩავერიო მასში. მაგრამ აშკარაა, რომ მას რეალური გამოწვევები და სერიოზული ოპოზიცია ელის ოქტომბრის არჩევნებში. და მას ჭირდება რაღაც გამარჯვება, საგარეო პოლიტიკის წარმატება, რომლითაც ამომრჩევლებს დაანახვებს, რომ ეს ყველაფერი ღირდა. ყველა ის დღე და კვირა, როცა ისრაელები თავშესაფრებში იყვნენ და იმ რისკებს, რაც მათ გაიარეს და ის ხარჯები, რაც მათ გადაიტანეს, რომ დარწმუნებულიყვნენ, ეს ყველაფერი ყვილად არ ყოფილა. და მას ჭირდება ისრაელ ამომრჩევლებს აჩვენოს წარმატების რაიმე ნიშანი, თუ მას ხელახლა არჩევის რაიმე შანსი აქვს. ეხლა მინდა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიო და რეგიონს უფრო ფართო თვალით შევხედო, რადგან ირანის თავდასხმები ძირითადად სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზეა მიმართული. ძირითადად აშშ-ზე. ამ ქვეყნებში არსებულ ბაზებზე, მაგრამ არა მხოლოდ. მათ ასევე შეუტიეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას 40 დღიანი ომის დროს. ახლა კი ძირითადად ქუვეითის ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. ახლა აშშ-მ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა სამხედრო პერსონალის დაღუპვისა და დაჭრის ყის მხრივ ამ თავდასხმების შედეგად. მაგრამ ეს არაბული ყურის ქვეყნები ყოველდღიურად განიცდიან ირანის მხრიდან თავდასხმებს. და თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ეს თავდასხმები აშშ-სა და ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე? მინდა ვთქვა, რომ ამ ქვეყნებმა ომი არ დაუწყიათ, მაგრამ სწორედ ისინი იღებენ ირანის აგრესიის მთავარ დარტყმას. დიახ, ანუ ყურის ქვეყნების ურთიერთობებზე საუბარი რთულია, რადგან ყურეში იცით, რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაა. არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ყატარი, ომანი, ქუვეითი, ბარეინი, ანუ ყველას თავისი განსხვავებული გათვლები აქვს. მე ვფიქრობ, რომ ემირატელები ერთ ხაზზე დგანან შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან. მათ გააცნობიერეს, რომ ვერ შეძლებენ ცხოვრება ისლამურ რესპუბლიკასთან, იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ახლა არსებობს. სინამდვილეში, სწორედ მათ მიიღეს ამ დათმების უმეტესობა. ანუ ვფიქრობ, 2000-ზე მეტი რაკეტა და 8000 ვასი, ყველაზე მეტად დაზარალებული ყველა ქვეყანას შორის. ყველა მათგანს შორის. და მე ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან ბრძოლისთვის. ანუ ვფიქრობ, ისინი ყოველთვის შეეცდებიან ირანელებთან დეესკალაციას და მეტის რაკეტებისა და დრონების თავიდან აცილებას, რომ არ დაარტყან მათ მინის კოშკებს დუბაიში. მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ ამ რეჟიმთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია.
ვფიქრობ სპექტრის მეორე ბოლოში ყატარელები არიან, იცი, მუსლიმთა საძმოს რეჟიმი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და მიუხედავად იმისა, რომ ირანმა დაარტყა ყატარის ბუნებრივი აირის საბადოებს და ყატარელებს არასდროს შეიძლება დაექნო როგორც აშშ-ის სანდო მოკავშირეებს. შესაძლოა აცნობიერებდნენ, რას ნიშნავს, როცა მეზობლად გაქვს ისლამური რესპუბლიკა და დოჰაში ალუდეიდის ავიაბაზა. და ეს შეიძლება მართლაც გავლენას ახდენდეს გარკვეულ გათვლებზე. მაგრამ ვფიქრობ, როცა დაიწყო დაძაბულობა, მაგრამ როცა ირანი, როცა ის თავს ესხმის ამ ქვეყნებს, ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ მათი ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა ზიანს აყენებს მათ ეროვნულ უსაფრთხოებას. თქვენი პოზიციიდან ხედავთ, რომ ეს შედეგი რეალურად ხორციელდება. თუ პირიქით ეს აერთიანებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ან არსებობს სხვადასხვა ბანაკები სპარსეთის ყურეში, როგორც თქვენ აღნიშნეთ. მაგრამ ამ ურთიერთობებმა კიდევ უფრო გააძლიერა არსებული კავშირები და ეს ქვეყნები აშშ-თან კიდევ უფრო დაახლოვა. ვფიქრობ, ყველაზე საშინელი სცენარი იქნება, თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები ორშაბათ დილით გაიღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აპირებს აშშ-ის ჯარების გაყვანას მათი ქვეყნებიდან. და ცენტრალური სარდლობისთვის ისრაელში დიდი ავიაბაზის გახსნას. გულისხმობ იმას, რომ მათ იციან, რომ აშშ-ის გარეშე იქ ისინი სრულიად დაუცველები არიან ისლამური რესპუბლიკისა და ისლამური რევოლუციური გვარდიის სკორბიის კორპუსისთვის. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ სამიზნედ აქცევს, მათ ესმით, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ისინი ბევრად უფრო სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდებიან. ამიტომ ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ემირატელები ჩვენს გვერდით იქნებიან, ყატარელები ისინი თავიანთ თამაშებს თამაშობენ. ისინი ჩვენს გვერდით არ იქნებიან. ხოლო საუდელები ყოველთვის თავს იზღვევენ. იცი, თუ ისინი ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას ისინი რეგიონის მიმართ ერთგულია და მზადაა ირანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან. სინამდვილეში ეხლა ხან ჩვენს გვერდით იყვნენ. საუდის და ამერიკის საჰაერო ძალებმა ირანის მხარდაჭერილი ერატელი შიიტ მილიციები დაარტყეს, რომლებიც საუდის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით თავდასხმებს ახორციელებდნენ. ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ. ანუ ისინი ჩვენს საჰაერო ძალებთან ერთად გვერდ დაფრინავდნენ და ამ სამიზნეებს ურტყამდნენ. მეორე მხრივ, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ უკან ვიხევთ, ან ვაპირებთ ისეთ საბედის წეროთ მცდარ მემორანდუმზე ხელმოწერას, რომელიც ირანს ჰორმუზის სრუტეზე გავლენას და ბირთვული არაღამდე მისასვლელ გზას მისცემს. ისინი დაიწმებენ ფრთხილ ნაბიჯებს და ისლამური რესპუბლიკის დაშოშმინებას შეეცდებიან. ამავდროულად, ისინი გარიგებებს დებენ პაკისტანელებთან და ჩინელებთან და ცდილობენ სხვა ძლიერი მფარველებიც მოიპოვონ, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ. ასე რომ, სპარსეთის ყურა ყოველთვის რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ სერიოზულად არასწორად შეაფასა სიტუაცია, როდესაც ამ ყურის ქვეყნებს დაესხა და დიდი ცხენა გამოიწვია, რომლის პატიებასაც დიდი დრო დასჭირდება, თუ ოდესმე საერთოდ მოხდება. დიახ, ყურის ქვეყნებში ადამიანებთან საუბრისას მეც ვეთანხმები ამ შეფასებას და სწორედ ამას ვისმენ მეც. ამ ეტაპზე აქ შევჩერდებით. ეხლა გადავალთ გადაცემის ბოლო ნაწილზე. ეს არის სწრაფი კითხვების სეგმენტი. სამ სურათს გაჩვენებთ და მოკლედ, თუ შეიძლება, მითხარით პირველი, რაც თავში მოგივათ. აი პირველი სურათი. ეს არის Premier Minister Netanyahu და პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში, გუშინ. დიახ, ანუ მოусმინეთ ორ ლიდერს, ომის დროის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ძალიან თბილი ურთიერთობა, მაგრამ ზოგჯერ რთული ურთიერთობა, როგორც სოფლიოს ლიდერებს ჰქონდათ. ანუ ფდერს და ჩერჩილს ძალიან რთული ურთიერთობა ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ესენი არიან ომის დროინდელი ორი ლიდერი, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ორივე ქვეყნისთვის და მზად არიან საქმე ბოლომდე მიიყვანონ. კარგი, გადავიდეთ მეორე სურათზე. ეს არის ნეთანიაჰუ, რომელიც გუშინ ლინდსი გრემის დაკრძალვაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრება. დიახ, ისევ ორი მსოფლიო ლიდერი, რომლებსაც ერთსა და იმავე მტრებს ემუქრებიან, ირანი, ფაქტობრივად ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებსაც ჩემი აზრით საერთო მტრები და საერთო მოკავშირეები ჰყავთ. და მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა რთული იყო, რადგან ისრაელს არ შეუძლია რუსეთი მტრად გადაიქციოს. მე ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტად. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს აქვთ ანტიდრონული შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ შეერთებულ შტატებს გვჭირდება, ისრაელსაც გვჭირდება და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ესმით, რომ მათ სჭირდებათ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხარდაჭერა. ასე რომ, ორი პრეზიდენტი ან ლიდერი ბრძოლაში მყოფი დემოკრატიებიდან, რომლებიც უპირისპირდებიან აგრესორების ღერწს, საერთო მტრებითა და საერთო მიზნებით. და ვფიქრობ, ეს ნიშნავს ბევრად უფრო მჭიდრო ურთიერთობებს უკრაინასა და ისრაელს შორის მომავალში. მოკლე პასუხი დიახ თუ არა. ფიქრობთ, რომ ეს ორი ქვეყანა მაქსიმალურად იყენებს თანამშრომლობას იმ შეზღუდვების პირობებში, რაც თქვენ დაასახელეთ? არა. დაკეთებელი კიდევ ბევრია. კარგი, და გადავიდეთ ბოლო სურათზე. ეს არის სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარა.
ხო, საოცარია. ანუ იცი, ის მაინც გავს ალ-კაიდას ოფილ ლიდერს ცუდად მორგებულ კოსტიუმში. მაგრამ ამის მიუხედავად, ფიქრობ, რომ ამჟამად ყველაზე დიდი შესაძლებლობა ისრაელთან ნორმალიზებისთვის სინამდვილეში სირიასთან არის. არ გამიკვირდება თუ მომდევნო თვეებში ისრაელსა და სირიას შორის შეთანხმებას შეერთებული შტატები დაალაგებს. ვფიქრობ, ისევ ორი ქვეყანაა, რომლებსაც საერთო ინტერესები აქვთ. და ვფიქრობ, ალ-შარას სირიის აღდგენა სჭირდება. და ამის გზა ისრაელთან უკეთესი ურთიერთობებია. დიახ, მან ოპტიმიზმი გამოხატა ამასთან დაკავშირებით სულ ახლახან ალ-ჯაზირასთან ინტერვიუში. მარკ, ეხლა აქ უნდა დავასრულოთ. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ დღეს საღამოს აქ შემომიერთდი. შემოგვიერთდით მომავალ კვირასაც. Talk about in another შეგინებთ figure X sprite. Yolanda Nadalasa, what are about Spotify? მადლობთ ხურებისთვის.